ბულგარეთში ბოლო 5 წელიწადში მერვე საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპისთვის ისევ საფრთხეები გააჩინა, რამაც ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულებამ გარკვეულწილად გაარღვია. ადამიანელი კენჭისყრის მონაცემების დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურ რბოლაში ქვეყნის ექს-პრეზიდენტის რუმენ რადევის მემარცხენე პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც ექსპერტების მიერ ევროსკეპტიკოსად და პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად ითვლება. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმშიც მონაწილეობდა და ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც პირისპირ ხვდებოდა. უნდა იცოდეთ, რომ ბულგარეთი ჩადებს ძალისხმევა საკუთარი ევროპული გზის გასაგრძელებლად, თუმცა დამიჯერეთ ძლიერ ბულგარეთსა და ძლიერ ევროპას სჭირდებათ კრიტიკული აზროვნება და პრაგმატულობა. ეს კი იმიტომ, რომ ევროპა გახდა საკუთარი მისწრაფებების მსხვერპლი იყოს მორალური ლიდერი წესების გარეშე სამყაროში. ამიტომ ახლა ევროპას კვლავ სჭირდება კრიტიკული აზროვნების უნარი, პრაგმატული ქმედებები და კარგი შედეგები, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებისას და მეტი ძალისხმევა კონკურენტ უნარიანობის თვალსაზრისით. საკუთარ ევროპულ მისიაში ეს იქნება ბულგარეთის მთავარი ძალისხმევა. პრეზიდენტობის დროსაც და მიმდინარე წლის იანვარში თანამდებობის დატოვების შემდეგაც რუმენ რადევის პოლიტიკური პოზიცია საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მისივე მტკიცებით ეს ბულგარეთის ომში ჩართვას გულისხმობდა, ხოლო კონფლიქტის ესკალაციის ნაცვლად ის მოსკოვთან პირდაპირ დიალოგის მომხრე იყო. ევროკავშირის პოზიციას კი მუდმივად აკრიტიკებდა. რუმენ რადევისთვის აქ წინა საარჩევნო კამპანიას ჩაუვლია ხმაურის გარეშე. ოპონენტებმა არაერთხელ დაგმოეს მისი პოლიტიკური ნაბიჯები და სკანდალური განცხადებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც თითქოს ყირიმი რუსეთის ნაწილია. მაშინ რუმენ რადევმა ამას რეალისტური პოზიცია უწოდა. ექს-პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი ქვეყნის ყოფილი კონსერვატორი მმართველი ბოიკო ბორისოვი რადევისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისაა და ემხრობა ევრობლოკის გაძლიერებას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის გზით. კიდევ ერთხელ მინდა დაგიმტკიცოთ, ჩვენი მტკიცე პოზიცია უკრაინასთან, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიბრძვით ძლიერი ევროპისთვის და ძლიერი ბულგარეთისთვის, ძლიერ ევროპაში. ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რასაც ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ადასტურებს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერც ევროს ვალუტის შემოღებამ შეუწყო ხელი. ექსპერტები არსებულ ვითარებას ბულგარეთში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. 2021 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა. პოლიტიკურმა კრიზისმა არაერთხელ გადაინაცვლა ქუჩებში, სადაც მასშტაბური ანტიკორუფციული დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ამ ფონზე რუმენ რადევმა საპრეზიდენტო თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით განაცხადა საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც როგორც ჩანს, ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს. რამდენი ხნით რთული სათქმელია, თუმცა ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსის განცხადებების მიხედვით, მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ევროკავშირში უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შემშლელი უნგრეთის ნაცვლად შესაძლოა ბულგარეთი იქცეს.